როდესაც ჩვენ დაცუხარე უსვამთ კითხვას, რომ არ აინტერესებთ რეალურად თუ ვინ მიაყენათ, მათ კონკრეტულად ვინ მიაყენა რაიმე სახის ზიანი, რაიმე სახის პასუხის კონკრეტულად პასუხისგაცემისგან თავს იკავებენ, რადგანაც როგორც ჩანს, მათ თავიდანვე განუმარტათ ალბათ საგამოძიებო ორგანომ, რომ ვერ იქნება დადგენილი სავარაუდოდ ის პირი, ვინც მათ მიაყენათ რამე სახის დაზიანება და საქმე სჭირდება, რომ მათ დააფიქსირონ სწორედ ესეთი პასუხი, რადგანაც სხვა ახსნა არ არის, როგორ შეიძლება პოლიციელები, სამართლოს უფროსები მოდიოდნენ და განმარტავდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი დადგინდება. მათ ძალიან კარგად იციან სამართლებრივი ნორმები, ძალიან კარგად იციან თუ რას ნიშნავს დაზარალებულად ყოფნა და რას ნიშნავს ამ სტატუსის დარება. პირდაპირ უნდა იქნეს მისცემული, თუ ვისგან არის მიყენებული ფიზიკური, მორალური თუ მატერიალური ზიანი. ამ შემთხვევაში ესეთი პიროვნება რახან არ არის გამოკვეთილი, შეუძლებელია ეს პიროვნება ითვლებოდეს რაიმე სახის დაზარალებულად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვთქვით, რომ ეს პასუხები არის მიმართებული უბრალოდ იმისკენ, რომ საზოგადოებაში რაღაცნაირად გააგზავნა გარკვეული მესიჯი, გარკვეული ჯგუფისადმი, რომ აგერ დაზარალებული პოლიციელები არსებობენ. რასაც როგორცაც და არც უარყოფთ არსებობს, ერთი მხრიდანაც არის დაზარალებული, მეორე მხრიდანაც არის, თუმცა აუცილებელი გამოძიება იყოს მოწოდების სიმაღლეზე დაედგინა, თუმცა ამის ინტერესი არ ქონდა. ამ პროცესების სრობის მიხედვით მოწმეებით ცოტა ასე ვთქვათ ცდილობენ რომ დახვეწონ ის პასუხები, რომლებიც წინასწარმეტყველებზე დააფიქსირეს. რადგან დასუსხარებს ქონდა კითხვა როგორ ხარ ადამიანი დაზარალებული თუ კი არ იცი ვინ არის, ან მინიმუმ ადამიანურად არ გაინტერესებს ვინ მოგაყენა ზიანი. და იქნება გამოვიდა რომ უკვე მიხვდე რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემენ და ეს ფორმულირება სცადეს როგორც ჩანს დღეს დატესტეს, ასე ვთქვათ, რომ მე თავს დაზარალებლად გზნობ ამ ორგანიზებული ზარადობიდან გამომდინარე და ეს ფართო ფორმულირება მისცეს. და რაღაცა სამართლებრივად აი ამას რა სამართლებრივად მთავარი არსი ის არის რომ ძალიან მარტივია მაგალითისთვის როდესაც რაღაცა შეღავათ უნდა გაკეთდეს მაგალითად რაღაცა კითხვა ისმევა ძალიან ხშირად მოსამართლეს ეკითხება ხოლმე დაზარალებულს რაიმე პრეტენზია გაქვთ თქვენ დაზარალებულთან და უნდა შეეძლოს დაზარალებულს თქვას პრეტენზია აქვს თუ არა აქვს რადგანაც იმ რიგით სხდომაზე ორდინარულზე როდესაც ესეთი რამე არ ხდება ჩვეულებრივად გარკვეული არის ვისაა ბრალი წარდგენი და მიზანშედეგობრივი კავშირსაც რაღაცას ან ცდილობს ბრალდება რომ დაამტკიცოს ან ადვოკატი საპირისპიროს ამტკიცებს მაგრამ რაღაც კავშირს მაინც საუბრობს და მოდის დაზარალებული რომელიც ამას პირობითად დამყაჩაღებელზე არ ვიცი რაღაცა მაღაზიის ქურდობაზე ამბობს რომ აი კამერებში ამოვიცადი აგერ ადამიანმა დამადო დანა ამ მსგავსი რამე ასეთ რეალობაში როგორ შეიძლება თქვას დაზარალებულმა რომელიც არის ალბათ დაზარალებული არ შევდივართ მაგ დეტალებში მაგრამ ვისგანაც ხარ დაზარალებული შენ შეგიძლია მაგ ადამიანის მიმართ თქვა რომ პრეტენზია არ მაქვს ან გაქვს და ზოგადად ეს საუბარი შეუძლებელია დაზარალებული კონკრეტულ საქმეში არის ვისაც მიადგა ზიანი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შედეგად. ბუნებრივია, როცა საუბარია ფიზიკურ ზიანზე და ჯანმრთელობის აზიანებაზე, მაგალითად რაღაცა ქვის მოხვედრებაზე, ბუნებრივია ერთადერთი დაზარალებული არის ის, ვისაც მოხდა ქვა, ოღონდ იმ დანაშაულში და იმ პირის მიმართ უნდა აქონდეს და აქვს პრეტენზიები, ვინც ეს ქვა მას მოახვედრა ცხადია. ჩვენ შემთხვევაში უკვე ავტორისთვის ცნობილი არის ის ფაქტი, რომ ამ საქმეზე დაზარალებლად არის ცნობილი რამდენიმე ათეული პოლიციელი, რომელთა დაზიანების დროსაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები საერთოდ აქციაზე არც კი იმყოფებოდნენ. შესაბამისად, არალოგიკურია, უბრალოდ და უსაფუძვლოა, რომ ამ ადამიანების მიმართ კონკრეტულ პოლიციელებს ჰქონდეს რაიმე ტიპის პრეტენზიები. დაზარალებული ამბობს, რომ მე არ ვიცი ვისგან მივიღე ეს დაზიანება. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს ასე, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვინ დააზიანა ეს ადამიანები, იყვნენ თუ არა დამზიანებლები, ბრალდებულები და შემდგომ ესეთი მიდგომა, ესეთი ლოგიკა არის სამართლებრივად სწორია? არ არის სამართლებრივად სწორი ცხადია, სასამართლო არ არის საგამოძიებო ორგანო, საგამოძიებო ორგანო და სასამართლო არის არბიტრი, რომელიც უნდა განიხილოს ბრალდების დასაბუთებულება. ის ფაქტი, რომ პოლიციელები მოდიან დაზარალებულები ამ სპეციფიკურ ამ კონკრეტულ საქმეში ბრჭყალებში დაზარალებულები თორე ზოგადად მათი ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება ეჭქვეშ არც იდგეს, როცა მოდიან და ამბობენ რომ თუ სასამართლო დაადგენს რომ ესენერიან დამნაშავეებიო, ეს უბრალოდ არის ხელის შეწმენის მცდელობა და მშრალად გამოსვლის მცდელობა, ერთის მხრივ იმ თვალსაზრისით რომ მათ არ მოუწიოთ ჩვენების გადათქმა და არ მოუწიოთ დაცვის მხარის სასარგებლო ჩვენების მიცემა, იმიტომ რომ სიმართლე არის ის რომ მათ არ მიუღიათ ზიანი ბრალდებულებისგან და მეორე ხელების დაბანა და პასუხისმგებლობის გადაკისრება სასამართლოსკენ რომ აი მე არაფერ შუაში არ ვარ თუ რამეა სასამართლო არის პასუხისმგებელი პირი ამ შემთხვევაში. ამ 19 ბრალდებულიდან ვინც არის ამ ორ საქმეზე გაერთიანებული, რომელიმეს კონკრეტული ადამიანის დაზიანებას თავად პროკურატურა არც ერთ მათგანს არ ედავება პროკურატურა კონკრეტული ადამიანის დაზიანებას, უფრო მეტიც პროკურატურას არ აქვს დადგენილი ზუსტი დროც კი, როცა დემონსტრანტები იმყოფებოდნენ აქციაზე და არ იციან ამიტომ ვინ ვის მიაყენა ზიანი, არსებობს ასეთი მტკიცებულება რომ ბრალდებულებმა ვინმე დააზიანის ან რაიმე ნივთი დააზიანის საერთოდ